ეს არის უკვე 9 აგვისტო დღე, როდესაც რუსული ავიაცია ფაქტიურად სრულად ბატონობდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. თქვენ ეხლა კადრში ხედავთ ცხინვალის მისადგომებს და რუსული ავიაციის მუშაობას. ამ შემთხვევაში ჩანს მოიერიშე Su-25. ფაქტიურად რამდენიმე საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს მათ სრულიად დაუსჯელ ფრენას საჰაერო სივრცეში. მათ ოკუპანტებს ამ შემთხვევაში ეგონათ, რომ ბოლომდე ესე დაუსჯელად იფრენდნენ, მაგრამ სოფელ ჩინდისის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ ქართველმა მეზენიტეებმა შეძლეს სოფელ ძევერასთან უკვე საფრონტო ბომბდამშენის Su-24-ის ჩამოგდება, რომელსაც ყავდა 2 პილოტი, ეს არის იგორ ჟავიტინი, რომელსაც ახლა კადრში ნახავთ. ის გარდაიცვალა კატაპულტირების შემდეგ, მის პარაშუტს არსებული ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ზინოვიევი გადარჩა და ის შემდეგ უკვე გაცვლილი იქნა სხვა ტყვეებში. ამ შემთხვევაში ჟავიტინის ცხედარი არის გადაღებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს მისი ჩაფხუტი, სადაც ამოკაწრულია მისი გვარი. და აქ არის ერთი საგულისხმო კადრი, როდესაც შემოდის ქართველი მღვდელმსახური და მას უგებს წესს. მაშინ და ჩემმა ოპერატორმა რამაზ თურგაშვილმა უთხარით რატომ აკეთებს ამას, იმიტომ რომ ის ცოტა ხნის წინ ბომბავდა საქართველოს. მან თქვა, რომ ყველა ღვთის შვილია. აი ამ ოთახის გვერდით კი იყვნენ დასვენებულები ქართველი ბიჭები, რომლებიც სწორედ რუსული ავიაციის დაბომბვას შეეძრნენ. და გვერდით ალბათ, რომ ყველა ამოსაცნობი ნიშანი პილოტს აქვს მოხსნილი. რუსი პილოტები სწორედ ესე იქცეოდნენ 2008 წლის ომში. ეს არის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი იმ დიდი მასალიდან, რომელიც ტელეეთერში არ გასულა, რომელსაც ეტაპობრივად შევთავაზებთ.